მოგესალმებით. დღეს განვიხილოთ მეათე არგუმენტი, სემაფორები, სერიალი მანუალი დელი აჯენტი. საგზაო წესდებაში გვაქვს რამოდენიმე სახის სემაფორი. კანონმდებლობაში არის რამოდენიმე სახის სემაფორი, ეს არის ჩვეულებრივი სემაფორი, გზაჯვარედინის სემაფორი, ეს არის რევერსიბილი სემაფორი, ეს არის კორსიების სემაფორი, პედონების, ბიჩიკლეტების, ონდავერდის და მეძი პუბლიკის სემაფორები. ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი. პირველი სემაფორი. Lanterna semaforica veicolare normale. ჩვეულებრივი სემაფორი, რომელიც გვხვდება ჩვენ გზაჯვარედინზე, ინკროჩოებზე. მუშაობს წითელი, როგორც ვიცით, ჩერდებით, ყვითელიზე თუ დაკავებული გვაქვს გზაჯვარედინი, გადავივლით, გავაგრძელებთ მოძრაობას, თუ არა გვაქვს გზაჯვარედინი დაკავებული, გავჩერდებით არესტოს ზოლთან და მწვანეზე გავივლით. ეხლა როგორ მუშაობს თვითონ სემაფორი? მუშაობს განსხვავებული არის, ამ სემაფორის მუშაობა განსხვავებულია საქართველოში არსებული სემაფორისაგან. ანუ წითელი როდესაც ინთება, აინთება შედგება მწვანე, ყვითელი, წითელი. ანუ ქვემოდან ზემოთ მიდის სემაფორები. მწვანე, ყვითელი, წითელი. მწვანე, ყვითელი, წითელი. როგორც ვიცით, წითელი სემაფორი შეიძლება სადმე შეგვხვდეს ცოტათი დიამეტრიულად დიდი სხვა სემაფორებთან, მწვანესთან და ყვითელთან შედარებით. როგორც ვიცით, წითელზე ვჩერდებით და არ შეიძლება არაფრის დიდებით გავლა. აქვე გეტყვით ბარემ, რომ პატენტზე გვაკლდება ქულები, 6 ქულა და ნეოპატენტატებს განსაკუთრებით სიფრთხილე მართებთ, იმიტომ რომ ორმაგი პატენტზე ჩამოაკლდებათ ორმაგი ქულა. ყვითელ შუქნიშანზე თუ გვაქვს უკვე გზაჯვარედინი დაკავებული, გადავივლით, გავაგრძელებთ მოძრაობას, თუ არ და გავჩერდებით არესტოს ზოლთან და შემდეგ მწვანეზე კი შეგვიძლია გავიაროთ ნებისმიერი მიმართულებით. მარჯვენა მხარეს მოხვევის დროს აუცილებელია დავუთმოთ პედონეს და ბიჩიკლეტს და შემდეგ გავიაროთ ჩვენ. აქ უკვე განხილულია თითოეული ლუჩე ჯალა. ლუჩე როსა სემაფორიკო შეიძლება უნდა გავჩერდეთ. ჰორიზონტალურ სემაფორი შეიძლება იყოს ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. იმ შემთხვევაში, თუ სემაფორი იქნება ჰორიზონტალურად, მარცხენა შუქნიშანი იქნება წითელი შუქნიშანი იქნება მარცხენა მხარეს. შემდეგი სემაფორი არის gialle lampeggiate. Lanterne semaforiche gialle lampeggiate. ყვითელი შუქნიშანი თუ არის ლამპეჯატა, მოციმციმე, ამ შემთხვევაში უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. გვეუბნება prescrive di usare prudenza, diminuire la velocità e dare precedenza ai veicoli di destra. ანუ გამოვიყენოთ ძალიან დიდი სიფრთხილე, შევამციროთ. დავუკლოთ სიჩქარე, შევამციროთ სიჩქარე და დავუთმოთ უპირატესობა. მივცეთ, დავუთმოთ გზა ტრანსპორტს, რომელიც მოდის მარჯვენა მხრიდან. ტიპო B სემაფორი და C სემაფორი, ეს არის ჩვეულებრივი ფეხით მოსიარულთა გადასასვლელი, ან ბიჩიკლეტის გადასასვლელი,
და შეიძლება იყოს აფიანკატო, იყოს ჩვეულებრივ სემაფორთან ერთად. შეიძლება იყოს აბინატო იმ ჩვეულებრივ სემაფორთან ერთად გვერდით. ნუ აქ ამ შემთხვევაშიც თუ ყვითელი შუქნიშანი გვინთია და გზაჯვარდინი დაკავებული გვაქვს, გავივლით, დავასრულებთ მოძრაობას, თუ არ და გავჩერდებით, დაველოდებით მწვანეს, თუ წითელი არის, წითელზეც ვჩერდებით და მწვანეზე შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ მწვანეზე რომ გავიაროთ. სემაფორი კი ვეიკოლი დი კორსია. ესენი გახლავთ კანალიზაციის კორსები, როდესაც ვისწავლთ ჩვენ, აი იმ კორსების სემაფორები. აქაც იმ შემთხვევაში თუ წითელი არის, ვჩერდებით, ყვითელზე თუ გზაჯვარდინზე ვართ უკვე გავივლით და მწვანეზე გავივლით. აქ ერთი განსხვავება ის არის, რომ ჩვენ უნდა დავდგეთ იმ კორსიაში, რომელი სასურველი მიმართულების მხარეს უნდა წავიდეთ. არ შეიძლება, რომ აქ სამივე ზოლის, ანუ სამივე კორსიის სემაფორი ერთდროულად აინთოს, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. აქაც შეიძლება იყოს გათიშული სიტყვაზე, გათიშული იყოს სემაფორები, გვასტო იყოს და აქაც უნდა გამოვიყენოთ ძალიან დიდი სიფრთხილე. სემაფორი რევერსიბილი. ერკორსია ეს სემაფორები არის რევერსიბილის სემაფორები. ესენი შეიძლება შექმნას როგორც სამმხრივ მოძრაობაზე, ასევე შეიძლება იყოს ორმხრივ მოძრაობაზე. X-ის წითლად X-ის მხარეს ფორმა X-თან ჩვენ არ ვეკარებით და არ შევდივართ იმ მხარეს. ჩვენ გვიჩვენებს მიმართულებას ყვითელი სემაფორი კი, რომელ კორსიაზე უნდა დავდგეთ და აი აქ დაბლაც არის სემაფორები და ვდგებით მარჯვენა სემაფორის კორსიებზე და ისევ აგრძელებთ მოძრაობას. ასეთ სემაფორი, ნუ ყველა სემაფორს, რა თქმა უნდა, ემორჩილება ყველა სახის ტრანსპორტი, მათ შორის ველოსიპედიც, მათ შორის ბიჩკლეტიც. სემაფორი, ეს სემაფორები გვხვდება როგორც ურბანოში და ექსტრაურბანოზე არის ობლიგატორიო. სემაფორი პედონალე. ფეხით მოსიარულთა გადასასვლელის ატრავერსამენტოს პედონალეს სემაფორი ინკროჩოზე, წითელზე ვჩერდებით, რა თქმა უნდა, ყვითელზე თუ შესულები ვართ უკვე დავასრულებთ მოძრაობას, თუ არა და გავჩერდებით ზოლთან, თუმცა მწვანეზე ჩვეულებრივ გავივლით. სემაფორი ვეიკოლი პედონი. ველოჩიპედი, ბიჩიკლეტი. წითელზე ვჩერდებით, ყვითელზე ჩვეულებრივ თუ შესულები ვართ გზაჯვარედინზე. გადავივლით, ჩვეულებრივ დავასრულებთ მოძრაობას, თუ არ და გავჩერდებით და მწვანეზე გავაგრძელებთ მოძრაობას. Lanterne semaforico speciale di onda verde. Semafori onda verde არის კონსილიო, სადაც არ არის სავალდებულო ნონე ობლიგატორი, მაგრამ გაძლევენ კონსილიოს, რომ თუ აქედან ერთ-ერთის ეს სიჩქარე 50, 40 და 30 არის სიჩქარეები მანიშნებელი, თუ ერთ-ერთი ანთებული იქნება, გვეუბნებიან, რომ თუ ამ სიჩქარეს შეინარჩუნებს, სულ შესიულ სემაფორში დაგხვდება თქვენ მწვანე. ამიტომაც ქვია მას onda verde. სამივე სიჩქარე ერთდროულად არასდროს არ იქნება ანთებული, იქნება სათითაოდ, ერთ-ერთი ანთებული და თუ გავითვალისწინებთ მათ
სიჩქარებს, ჩვენ დაგვხვდება მწვანე და აღარ გავჩერდებით წითელ შუქნიშანზე. Semafori per veicoli di trasporto pubblico. ეს სემაფორები გახლავთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სემაფორები. ჰორიზონტალურად მაღლა თეთრი ბარა ნიშნავს წითელს, ანუ სტოპს, რომ უნდა გაჩერდეს, ყვითელი ჩვეულებრივ ყვითელს ნიშნავს და ვერტიკალურად სემაფორი ეს თეთრი ბარა ნიშნავს როგორც მწვანე. საზოგადოებრივი ტრანსპორტში იგულისხმება ტრამი, ავტობუსი, ტაქსი, მაგრამ არა სულ ყველა ტრანსპორტი, რა თქმა უნდა. აქ ტრამვაი არ იგულისხმება, ვინაიდან ტრამვაის არ არეგულირებს სემაფორი. Luce rosa lampeggiata alternativamente. ეს წითელი შუქნიშანი, ორი მოციმციმე შუქნიშანი გვხვდება ჩვენ 5 ადგილზე. და ეს უნდა ვიცოდეთ აუცილებლად. ესენი არის passaggio a livello, semibarieri, passaggio a livello senza barrieri, ponte mobile, იმბარკოებთან გვხვდება და გვხვდება ასევე passaggio a livello. ესე იგი passaggio a livello senza barriere, passaggio a livello senza barriere, ponte mobile, იმბარკოებთან გვხვდება და გვხვდება ასევე აეროპორტთან. წითელზე რა თქმა უნდა ვჩერდებით, ponte mobilesთან თვანთია ვჩერდებით და შემდეგ სანამდის არ ჩაქრება არ გავივლით ასევე senza barriere passaggio a livelloებთან რომც იყოს semibariere მაღლა ზემოთ აწეული და არ იყოს ჯერ ჩამოწეული აუცილებლად ვჩერდებით წითელ შუქნიშანზე და შემდეგ როცა ჩაქრება მერე გადავივლით არ შეიძლება რომც იყოს ბარიერი აწეული ჯერ კიდევ იქ ლიანდაგებზე გადავიაროთ რომც მატარებელი იყოს ძალიან შორს აუცილებლად უნდა დაველოდოთ მის ჩაქრობას გადავედით ახლა ჩვენ ვიჯილეს პოზიციონებზე პირველი პოზიცია არის ხელები მხრების გასწვრივ გაშლილი, რომელიც უგვალი არის, ეკვივალი არის ლუჩე როსასი. სახის და ზურგის მიმართულებით მხრიდან, სახისა და ზურგის მხრიდან არის წითელი, ხოლო ხელების მხარეს არის მწვანე. ანუ ხელების მხარეს მწვანეა, ხოლო სახის და ზურგის მხრიდან არის წითელი. იგივე პოზიცია ვყავთ აი აქედან მარჯვენა მხრიდან გადაღებული ფოტოთი, აი აქედან, როდესაც მე ჩვენ ვუყურებთ ვიჯილეს პროფილიდან, ამ მხარეს პარალელურად შეუძლიათ მძღოლებს მოძრაობა და ნებისმიერი მიმართულებით გავლა, ანუ შეუძლიათ იარონ პარალელურად და ასევე მოხვევები გააკეთონ როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ. Vigile in posizione di attenzione. ეს არის luce gialla და როგორც ვიცით, luce giallაზე თუ შიგნით ვართ incrocio'ზე გავივლით თუ არა და dobbiamo arrestarsi prima possibile. აი აქ stop zone-თან უნდა გავჩერდეთ. არ შეგვიძლია არც მოხვევა და არც გადავლა. senza creare pericolo უნდა გავჩერდეთ აუცილებლად. შემდეგი პოზიცია არის vigile con le braccia distese orizzontalmente a 90 gradi. მარჯვენა ხელი არის სახის მიმართულებით წინ წამოწეული და მარცხენა არის გაშლილი. ამ შემთხვევაში სახის მხარე, მარჯვენა მხარე და ზურგის მხარე არის დაკეტილი, ანუ იგულისხმება წითელი ანთებული, სტოპით. ერთადერთი მიმართულება, აი ეს დარჩა,
მარცხენა მხარე და მარცხენა მხრიდან წამოსულ ტრანსპორტს აბსოლუტურად ყველა მიმართულებითაა გასვლის უფლება. შეუძლია მოხობა გააკეთოს მარცხნივ, წავიდეს პირდაპირ და ასევე მარჯვნივ გააკეთოს მოხობა. შემდეგი არის sono prolungo del fischietto da parte del vigile. როდესაც ვიჯილე გრძელ ჩასტვენას გააკეთებს, აუცილებლად უნდა გავათავისუფლოთ ინკროჩო თუ დაკავებული გვაქვს, გადავიდეთ მარჯვენა მხარეს და გავჩერდეთ, ვინაიდან ამ დროს ამბულანსა ან პოლიცია არის ემერჯენცით, ანუ სირენები აქვს ჩართული და უნდა გავატაროთ, გაუთავისუფლოთ გზა. რითი განსხვავდება ახლა ვიჯილე, რითი განასხვავებენ? მათ აქვთ განსხვავებული უნიფორმა და ასევე აქვთ პალეტა თეთრი და წითელი ფერებით. თუ ვიჯილე გადაგვიდგა, პოლიცია გადაგვიდგა ჩვენ წინ და მას ლუმინოზა აქვს აკორდარსი, ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის მანქანის გაჩერება, ვინაიდან ჩვენს წინ არის ეს პოლიციის მანქანა. ეს გახლავთ სულ სემაფორები და აჯენტი, ვიჯილე, წარმატებებს გისურვებთ და შემდგომში უკვე განვიხილავთ მე-11 ქვეთავს, სენიალი, ორიზონტალი, ესენიალი, სვი ოსტაკოლი. ესე ძალიან ადვილი თემებია სემაფორებიც და შემდეგი გაკვეთილიც. წარმატებებს გისურვებთ.